თბილისობის აღსანიშნავად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 800,000 ლარი გამოიყოფა გადაწყვეტილება საკრებულოს ბიუროს ხდომაზე მიიღეს, თუმცა ხარჯს გაღვიძვის პროექტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარემ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. დღესასწაულის დასაფინანსებლად თავდაპირველად ბიუჯეტიდან 850,000 ლარის გამოყოფა იგეგმებოდა, მაგრამ საკრებულოს უმცირესობის მოთხოვნით თანხა 50,000 ლარით შემცირდა. ბიუროს ხდომა პროტესტს დავტოვეთ. იქიდან გამომდინარე, რომ რაიონის გამგებლებს და რაიონებს უნდა წარმოედგინათ თბილისობისადმი მიწვეული ბიუჯეტის ხარჯები. მაგრამ ბიუროს ხდომაზე ხარჯები წარმოდგენილი არ იყო. ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენამდე არ მოსულა. წარმოდგენილი ჩაშლილი ბიუჯეტი მოიტანეს ხდომამდე 1 საათით ადრე და ოპოზიციის წევრებს არ მოგვეცა საშუალება გავცნობოდით თუ როგორ არის ბიუჯეტი შაშლილი. ზოგადად ეს მიდგომა ხელისუფლებას ახასიათებს ყველა პრობლემის მოგვარებისადმი, თუმცა თუ კონცერტებისადმი ასეთი როგორ ყურადღებასაც იჩენენ, ასეთ ყურადღებას გამოიჩენენ სხვა სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართით, ეს იქნება უკეთესი. მოთხოვნილი იყო 850,000, შესაბამისად 50,000 შემცირდა, იმიტომ რომ რიგი ღონისძიებებზე არ ჩავთვალეთ საჭირო, რომ რიგი ღონისძიებები იყო თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი და აქედან გამომდინარე ამ ღონისძიებების დაფინანსებაზე უარი თქვი. იყო კულტურული ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენ არ მივიჩნევდით მართლობრივად თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსებული.